პირველის ჟურნალის აფეთქებული კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა მიაწოდა ეს ვიდეო მასალა ასახავს იმ ვითარებას, რომელიც კორპუსში აფეთქების შემდეგ იყო. ნახოთ ეს კადრები და შემდეგ უკვე გვექნება პირდაპირ ჩართვა შემთხვევის ადგილიდან. არ ვიცით არაფერი არ ვიცით ალბათო არ ვიცით არაფერი ქვემოთ გადით ანა ამას შეხედე რა დღეში ვარ ანა შეხედე რა დღეში აუფეთქთით ახე რა დღეში ვარც თლა დაანგრია სახში ყველაფერი არ შემოსასვლელი კარებია არ საბანოს კარებია სნუ კინაღამ დავხოც აგე რაღაცამ და დავი გავდივართ გარეთ კაროჩე რა როგორც გითხარით, მიმდინარეობს პოლიციაში იმ ადამიანების დაკითხვა, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მოქალაქეების მიერ იყვნენ გამოძახებულები, ყაზრან კომპანია ყაზრანსგაზის თანამშრომლობის პარალელურად დიღმის პოლიციის მეოთხე განყოფილებაში სამშენებლო კომპანია ელჯგუფის ხელმძღვანელს გიორგი ჭანტურიასაც კითხავენ. ელჯგუფი არის ის კომპანია, რომელმაც ეს საცხოვრებელი კორპუსი ააშენა, სადაც აფეთქება მოხდა ჯერჯერობით უცნობია რა სურათი აქვს გამოძიებას, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს მოპოვებული მასალების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. ეს ალბათ მოახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მანამდე კი ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ აფეთქებულ კორპუსში, ცოტა ხნის წინ შეუშვეს ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა იმისთვის, რომ გადარჩენილი პირადი ნივთები გამოიტანონ კორპუსიდან. პირველი ჟურნალისტი რუსუდან დუმბაძე მუშაობს პეტრიწის ქუჩაზე. რუსუდან რა ხდება ამ დროისთვის საცხოვრებელ კორპუსთან და რას ამბობენ ადგილობრივები, გადაურჩა თუ არა მათი ნივთების დიდი ნაწილი აფეთქებას? დიახლევან აღნიშნულ ტერიტორიას უკვე ტოვებენ აფეთქებული კორპუსის მცხოვრებლები, რომლებსაც რამდენიმე წუთის წინ ჰქონდათ საშუალება, რომ თავად ენახათ თავიანთი საცხოვრებლები და დაეთვალიერებინათ თუ რა შედეგი დადგა აფეთქების შემდეგ. შენობიდან გამოსულებმა კი მათ ჩვენ განგვიცხადეს, რომ მხოლოდ მცირე ჩამონათვალია პირადი ნივთების, რომლებიც მათ შეძლეს რომ გამოეტანათ და თავიანთი თვალით დანახულ ვითარებას აგვიღწერენ, რომ არის მდგომარეობა ძალიან მძიმე და ზარალი არის ძალიან დიდი და ისინი ამბობენ, რომ განადგურებულია მთლიანად მათი საცხოვრებელი ბინები და უვარგისია ამჯერად საცხოვრებლად. ის რომ ვითარება არის და მდგომარეობა საკმაოდ მძიმე, ჩვენ ეს თავადაც ვნახეთ, როცა ცოტა ხნის წინ გქონდა საშუალება, რომ ამ საცხოვრებელ კორპუსში შევსულიყავით იმ ბინაში, სადაც მოხდა აფეთქება და თქვენც ნახეთ კადრებში თუ რა ვითარებაა, რომ არანაირი ავეჯი და ყოფაცხოვრებო ნივთები არ არის გადარჩენილი და აფეთქებას ასევე არ გადაურჩა ლიფტი. აქ ადგილზე ამ კორპუსში ისევ რჩებიან მაცხოვრებლები, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ეტაპობრივად დაატოვებინებენ ტერიტორიას და როგორც იცით, ისინი დაბინავებული არიან სხვადასხვა სასტუმროში. დღეს მთლიანად მოხდება ყველა მაცხოვრებლის მიერ შეშვება ამ საცხოვრებელ კორპუსში და ისინი როგორც იქნება შესაძლებელი თავიანთ პირად ნივთებს გამოიტანენ. ადგილზე კი კვლავ რჩებიან სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, ასევე ექსპერტ კრიმინალისტები, რომლებიც ეძებენ მტკიცებულებებს და სწავლობენ საცხოვრებელ კორპუსს, რამდენად არის მდგრადი და ვარგისი სიცოცხლისთვის და პარალელურად ჩვენ ვხედავდით, რომ ასევე მიმდინარეობდა გარე ფასადის დემონტაჟი. როგორც უკვე გითხარით, მოსახლეობის ნაწილმა უკვე დატოვა აღნიშნული ტერიტორია, თუმცა მათი ნაწილი კვლავ რჩება თავიანთ საცხოვრებელ ბინაში და თქვათ საკუთარი თვალით ადევნებს თვალყურს თუ რა ხდება მათ საცხოვრებლებში. დანგრეულია ნახევარზე მეტი. ლიფტი აღარ არის. სრულად არ არის განადგურებული, მაგრამ საცხოვრებლად ვარგისი.
ვერ გეტყვით, ზედა სართულებს უფრო მეტი ზიანი მიადგა. ჩვენ მეხუთეზე ვართ, აფეთქება ჩემს ზემოთ მოხდა. შესაძლოა რეაბილიტაცია თუ აი ვერ შეძლებთ ვერ გეტყვით. დაბრუნებას შევძლებთ ალბათ, პირდება მერია და ვნახოთ რა იქნება. მე მგონი გარემონტება საცხოვრებლად ვარგისიანი იქნება. ნივთების გამოტანა სულად შეძლებთ. რაღაც ელემენტარულებს რაღაც პირველად. ხალხის წარმომადგენლებში ხომ არ დაგინახავთ? არა. არა. ჩემი სახლი არა გადარჩერდი. რომელ სართულზე ცხოვრობთ თქვენ? არა, მხოლოდ პირადი ნივთები ავიღე. და რა ვითარება ამ თემში კორპუსში? კორპუსი რა თქმა უნდა დანგრევებშია, მაგრამ ჩემი სახლი არ არის დაზიანებული. დიახ, როგორც ცნობილია, ამ კორპუსში 80-მდე ოჯახი ცხოვრობდა და ყველა მათგანს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით შეეძლებათ, რომ თავიანთი საცხოვრებელი კორპუსი და ბინა დაათვალიერონ. მათი ნაწილი 46 ოჯახის წარმომადგენელი გუშინ იმყოფებოდა თავიანთ საცხოვრებლებში და მთლიანად ყველას მიერ დაათვალიერება მოხდება დღის განმავლობაში და ასევე აქ ადგილზე ისევ რჩებიან ექსპერტ კრიმინალისტები, რომლებიც ისევ მუშაობენ აფეთქების მიზეზის დასადგენად და ასევე იმის დასადგენად, რამდენად მდგრადია შენობა იმისთვის, რომ ადამიანებმა ისევ გააგრძელონ აქ ცხოვრება. რუსუდან დუმბაძე, ტელე-პირველის ჟურნალისტი, გვერდებოდა პეტრიწის ქუჩიდან პირდაპირ ეთერში, როგორც მან გითხრა, ყველა ოჯახი არის გადაყოლილი დროებით თავშესაფრად